გამარჯობათ. კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე ამ გადაცემის წამყვანი ნუგზარ ბერიძე გახლავთ, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსი. ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა გახლავთ ენერგოდაზოგვა და ენერგიის ეფექტიანად გამოყენება. ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ შეგვიძლია ორი კონტექსტი განვიხილოთ დღევანდელ გადაცემაში, თუმცა მას მრავალი ასპექტი და კონტექსტი აქვს, მაგრამ მაინც განსაკუთრებით საინტერესოა მისი, ესე ვთქვათ, გლობალური აქტუალობა, ანუ პოლიტიკური კონტექსტი და მისი ფაქტიურად პრაქტიკული სარგებლიანობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ენერგეტიკის სამინისტრო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის სამმართველოს უფროსი ქალბატონი მარიტა არაბიძე და ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი ბატონი გიორგი აბულაშვილი. თუმცა მოდით გადაცემა დავიწყოთ პირველი ბლოკით, რომელშიც ჩვენ განვიხილავთ ჩვენი ასე ვთქვათ მოხმარებლების ინტერესების დაცვის საკითხს, რაც შეეხება დავებს ელექტროენერგეტიკაში. ამ კუთხით ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ სემეკის საჩივრების დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ელდარ გოგიაშვილი, რომელიც გაგვიმარტავს თუ რა უფლებამოსილება გააჩნია სემეკს დავების განხილვის საკითხში და როგორ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, ამ დავების აქტუალიზაცია, როგორ ხდება საჩივრის წარმოდგენა სემეკში და ასე შემდეგ. ყოველგვარი პროცედურული საკითხები და შესაბამისი, ასე ვთქვათ, მიზეზშედეგობრივი საკითხები. ამიტომ, ასე ვთქვათ, ჩვენ გადაცემაში პირველ რიგში მე მინდა ვთხოვოთ, რომ ჩაერთოთ უფრო აქტიურად, შესაბამისად გამოიყენოთ სტუდიის ტელეფონი ნომრით 218 29 გამარჯობათ ბატონ ელდარ. მოგესალმებით. პირველ ბლოკში ჩვენ გვინდა განვიხილოთ საკითხი დავების შესახებ, ანუ სადავო საკითხების გადაწყვეტის კუთხით სემეკის, ასე ვთქვათ, კომპეტენცია და პირველ რიგში მოდით აი ამ უფლებამოსილებაზე და ამ კომპეტენციაზე ვილაპარაკოთ. ორიოდე სიტყვით თუ შეიძლება. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელს. მოხმარებელთა უფლებების დაცვა კვლავ რჩება კომისიის ერთ-ერთ აქტიურ მიმართულებად, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. მოხმარებელთა უფლებების დაცვა კომისიის მხრიდან გამოიხატება მოქალაქის დარღვეული უფლებების აღდგენაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც გულისხმობს კომისიის მიერ მოხმარებელთა საჩივრებზე ეფექტურ რეაგირებას და აქედან გამომდინარე დროულ და სრულყოფილად განხილვას იმ საჩივრებისა, რომლებიც შემოდის კომისიაში და იხილება შემდგომში კომისიის მიერ. იმისათვის, რომ კომისია სრულყოფილად და ეფექტურად განახორციელოს ამ კუთხით თავისი კომპეტენცია, მნიშვნელოვანია, რომ მოხმარებელმა იცოდეს თავისი უფლება, მისი დარღვეული უფლების გასაჩივრების შესახებ კომისიაში და განცხადება ან საჩივარი წარმოადგენოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. რას გულისხმობა? პირველ რიგში იმას, რომ მოხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მისი დარღვეული უფლების შესახებ განცხადება საჩივარი უნდა შეიტანოს კომისიაში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. კონკრეტულად კომპანიის მიერ მიღებული დადგენილება მისი ადმინისტრაციულ სამადაროა ცნობის თაობაზე ან დარიცხვის თაობაზე შესაბამისად კომისიაში უნდა გასაჩივრდეს დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როცა მოხმარებელი ესწრება ადმინისტრაციული საქმის განხილვას კომპანიაში, ხოლო თუ არ ესწრება, მაშინ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამ ვადის დაცვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ ვადის დარღვევა შემდგომში იწვევს იმას, რომ კომისია აღარ არის უფლებამოსილი განიხილოს ეს მოქალაქის ეს განცხადება და მისი უფლება ასე შემთხვევაში რჩება უკვე მისი უფლების აღდგენა სამართლებრივად უკვე პრობლემურია. რაც შეეხება დარიცხვასთან დაკავშირებულ დავებს, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს ნებისმიერ დროს კომისიას და კომისია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს ასეთ დავებს და იღებს გადაწყვეტილებას. კომისიის ბატონო, მოდით ცოტა უფრო ფართედ შევხედოთ საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა ვლაპარაკობთ კომისიის უფლებამოსილებაზე, თუმცა მარტო კომისიით არ მოიწურება მოხმარებელთა უფლებების დაცვა. პირველ რიგში შეიძლება ვთქვათ, რომ თავად კომპანიებშიც არის მოხმარებელთა საჩივრების განხილვის დეპარტამენტი, თუმცა კიდევ არსებობს დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მოხმარებელთა უფლების დაცვისა, კიდევ არსებობს ერთი, ასე ვთქვათ, ქვედანაყოფი. ამიტომ ალბათ ესეც უნდა ვახსენოთ, რომ მარტო, ასე ვთქვათ, სემეკის შესაბამისი დეპარტამენტის განსახილველი არ არის საჩივრები, ასევე არსებობს მოხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიც. პარტნიორებს ბრძანდებით კომპანიები რა თქმა უნდა მოხმარებელს უფლება აქვს მიმართოს უშუალოდ კომპანიას
თუ მიიჩნია რომ კომპანია არღვევს მის უფლებებს. მაგრამ კომპანიის გადაწყვეტილება თვითონ ადმინისტრაციული სამართალდაბლობი ცნობის თაობაზე თვითონ კომპანიაში არ საჭირდება ზემო ორგანოში დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად კომისიაში. კომისიას რა თქმა უნდა არც მარტო მომხმარებელთა კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი არ არის ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც იხილავს ადმინისტრაციული ასე ვთქვათ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს. კომისიასთან არსებობს აპარატისგან დამოუკიდებლად მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი და მისი სამსახური, რომლებიც ასევე მოტოდებულებენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეთა დარღვეული უფლებები და ეს სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს. ამ მხრივ საკმაოდ დიდი რაოდენობა მომხმარებელთა საჩივრებისა განცხადებების ამ სამსახურში, თუმცა ეს არ გამორიცხავს ამ სამსახურის არსებობა, არ გამორიცხავს უпростоრად არ ართმევს უფლებას კომისიას თვითონ განახორციელოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. შესაბამისად, მხოლოდ კომისია უფლებამოსილი გააუქმოს კომპანიის მიერ მიღებული დადგენილება პირის ადმინისტრაციული სამართალდაბლობი ცნობის თაობაზე, მხოლოდ კომისია ასეთ უფლებამოსილი ასეთი სამართლები. არის თუ არა კომისია ამ შემთხვევაში საბოლოო ინსტანცია დავების გადაწყვეტის, ანუ აქ მთავრდება მთელი პროცედურა თუ შეიძლება კიდევ გაგრძელდეს? არა, რა თქმა უნდა, არა, მომხმარებელს უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება დადგენილი წესით გაასაჩივროს შემდგომ სასამართლოში და შემდგომ სასამართლო არის ის ინსტანცია, საბოლოო ინსტანცია, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქის განცხადებაზე. თუმცა პირდაპირ კომპანიის მიღებული დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდაბლობი ცნობის თაობაზე პირდაპირ არ საჩივრდება სასამართლოში, ის უნდა გასაჩივრდეს ჯერ კომისიაში და ხოლო შემდგომ კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში. ასეთია წესი. ძალიან დიდი მადლობა, ჩემისათვის ძალიან სასარგებლო რჩევები არის მომხმარებლებისათვის. ალბათ საინტერესო იქნება ტიპაჟი თვითონ დავებისა, როგორია სექტორების მიხედვით. მოგეხსენებათ, სემეკი არეგულირებს როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე გაზ ბუნებრივი აირის სექტორს და ასევე წყალმომარაგების სექტორს. თქვენ სამი სექტორთან გიწევთ შეხება, შესაბამისად იცით, ასე ვთქვათ, სპეციფიკა ამ ასე ვთქვათ სექტორებში არსებული დავებისა. თუ შეიძლება ამის შესახებ ორი სიტყვა. რა თქმა უნდა, დარღვევების ასე ვთქვათ, დარღვევების ძალიან ფართო სპექტრი არის, მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, ეს არის როგორც ხანდაზმული დავალენების მოთხოვნა კომპანიის მხრიდან, რიცხველების შემოწმების შედეგად შედგენილი აქტები, სამადარღვევის აქტები, ეს რიცხველებზე ზემოქმედების ფაქტები, ეს სხვადასხვა სახისაა, ნაკაწრებიდან დაწყებული და უშუალოდ ჩარევით, მექანიკური ჩარევით დამთავრებული, რაც შემდგომში უკანონო მოხმარებას იწვევს ამა თუ იმ პროდუქტის, ასევე დარიცხვები, განხორციელებული დარიცხვები კომპანიის მხრიდან, ეგრეთ წოდებული უკანონო მოხმარებისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ან წყლის მიერთებები, მიერთებთან დაკავშირებული დავები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ფართო წრე, რომელიც საჩივრებში ამოვიკითხავთ ხოლმე. ძალიან კარგი. უბრალოდ ამ შემთხვევაში ალბათ უნდა გაუსვათ ხაზი იმას, რომ კომისია და შესაბამისად აპარატი, კომისიის აპარატი და ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სულაც არ იქნება ხელშემწყობი იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან მოხდეს გარკვეული სამართალდაბლობი განსაკუთრებით რაც ეხება დატაცებას ელექტროენერგიის და აირის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში კომისიაც ასახად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კომისიის ძირითადი ფუნქცია დაიცვას ბალანსი მომხმარებელსა და ესე ვთქვათ სერვისის მიწოდებელს შორის და ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა არსებობს როგორც ვიცი გადაწყვეტილების უმეტესობა არის მომხმარებელთა სასარგებლოდ, თუმცა არის პირიქითაც. მე შემიძლია აბსოლუტურად გარანტია მივცე ჩემი სახელმწიფო და ალბათ კომისიის სახელით, თუმცა ეს პრაქტიკა მეუბნება ასეთ. აი ამ პრაქტიკაზე თუ შეიძლება და მცირეოდენი სტატისტიკა. ასეთი განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ კომისია ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონმდებლობის გარანტია არ აქვს იმას, რომ მისი რეგულირების სფეროში არიან კომპანიები და მისი ლიცენზიანტები არიან, მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, იქ სადაც დარღვევა კომპანიის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება კომპანიის ინტერესების გათვალისწინება და მისი გამართლება დავაში, ხოლო იქ სადაც მომხმარებელია დამნაშავე, აშკარად ვერც მომხმარებლის ინტერესებს ვერ გავათვალისწინებ, მიუხედავად იმისა, რა სოციალური ფონია და რა სოციალური მდგომარეობა აქვს ამა თუ იმ პიროვნებას. სამართალდაბლობა არის სამართალდაბლობა, რომელსაც სჭირდება კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება, იმიტომ რომ შემდგომში არ გქონდეს სტიმული, როგორც ერთი მხრივ, ისე მეორე მხრივ სამართალდაბლობასთან დატაცებას ან მსგავს ქმედებებს.
ამ ჩვენ მე შემიძლია გითხრათ რაოდენობები კონკრეტული. ხო, თუ შეიძლება მაინც საინტერესოა. კონკრეტულად იანვრიდან დღემდე სულ ჩვენთან დეპარტამენტში შემოსული არის 755 საჩივარი. ამ საჩივართა რაოდენობიდან ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით არის 347 საჩივარი, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით 254, ხოლო სასმელწალთან დაკავშირებით 158. გასაგებია, ძირითადად ჩამოწერილი თანხების მოცულობა დაახლოებით რამდენია? ჩამოწერილი თანხების მოცულობა სულ შეადგინა 701,106 ლარი. და შტამბეჭდავი ციფრია. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ეხლა კი შევიცავთ რეკლამაზე. ბრუნდებით კომერსანტის პირდაპირ ეთერში ჩვენს მეორე ბლოკში როგორც შეგპირდით ვისაუბრებთ ენერგოეფექტიანობისა და ენერგოდაზოგვის საკითხებზე, რისთვისაც მოვიწვიეთ სტუდიაში ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის სამმართველოს უფროსი კალბატონი მარიტა არაბიძე და ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი ბატონი გიორგი აბულაშვილი. გამარჯობათ ბატონებო. გამარჯობა. ქალბატონი მარიტა, მოდით თავიდან ვისაუბროთ ენერგოეფექტიანობის პოლიტიკურ კონტექსტებზე, კერძოდ ენერგოეფექტურობის სტატუსისა და სტატუსის შესახებ საქართველოს და გლობალურ ენერგეტიკულ პოლიტიკაში და ასევე სტრატეგიაში. იმდენად რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი ზოგადად ძალიან აქტუალურია, ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, ასევე ვიცით, რომ საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაში ხდება გარკვეული სიახლეების შემოტანა და აქედან გამომდინარე, რა ადგილი და რა სტატუსი აქვს ენერგოეფექტურობას აი ამ თვალსაზრისით. მოგესალმებით ბატონო ნუგზა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ აი ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერით, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ მართლა დროულია და ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ენერგეტიკული რესურსები არც ისე შეზღუდული გვაქვს და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გქონდეს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარების საშუალება, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობითაც, დადგენილებებით, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახდინოთ რესურსების, ასე ვთქვათ, შეზღუდვა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული იქნა პოლიტიკა ბატონო ნუგზარ, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზე იყო განთავსებული და ჩვენ მივიღეთ საკმაოდ ესეთი კარგი შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებული იქნა პოლიტიკის დოკუმენტში. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკის დოკუმენტი ისევ სამუშაო ვერსიად ითვლება, ვინაიდან ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის და ვფიქრობთ, რომ უახლოეს სესიაზე იქნება განხილული და დამტკიცდება. რაც შეეხება სტრატეგიას და პოლიტიკაში რასაკვირველია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების კუთხით საკმაოდ კარგად არის ჩანაწერი, რომ მაქსიმალურად მოხდეს ხელშეწყობა ამ ორი მიმართულების. რაც შეეხება სტრატეგიას, სტრატეგია უფრო ვრცელი და დეტალური გახლავთ, რომელზედაც მუშაობს ენერგეტიკის სამინისტრო და სტრატეგიაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარებას და თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ უკვე ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ენერგოეფექტურობის კუთხით არსებობს 3 დირექტივა ენერგოეფექტურობის შესახებ და მეოთხე დაემატება, რომელიც ჯერ ოფიციალურად მიღებული არ არის. ეს დირექტივები ეხება როგორც ენერგოეფექტურობას სამშენებლობებში, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან დაკავშირებით, ასევე ეს ეხება საბოლოო მომხმარებელებს ენერგოეფექტურობის შესახებ და აი ამ დირექტივებიდან გამომდინარე სტრატეგიაში არის ეს ღონისძიებები გაწერილი და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება მისი საბოლოო. მოდით გავაგრძელოთ ეს ფორმალური კონტექსტი ამ საკითხისა, ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ეს საკითხი როგორც აღნიშნეთ გლობალური პოლიტიკის ნაწილია, იმდენად რამდენადაც ენერგორესურსები ამოწურვადია, შესაბამისად მისი ეფექტიანობა და რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვანი თემა, გარდა მაგისა ენერგორესურსების გამოყენება და გამოყენება თავისთავად დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ ზემოქმედებაზე გარემოზე, შესაბამისად სათბურის ეფექტი, გაზების ემისია და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს თემა თავისთავად აქტუალურია, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს კონტექსტში რო ვისაუბროთ, რამდენად აქტუალურია საქართველოსთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც ნახშირწყალბადობი რესურსების თვალსაზრისით სერიოზული, ასე ვთქვათ, დეფიციტი აქვს. გვაქვს განახლებადი რესურსები, მაგრამ ამ თვალსაზრისით ალბათ საჭიროა სწორედ აი ამ კუთხით ვისაუბროთ ენერგოეფექტურობასა და დაზოგვაზე. აი ამ კუთხით
კერძოდ მე მინდა კონკრეტულად აი დავუშვათ ენერგოსტატისტიკაზე რა შედეგები გვაქვს. რასაკვირველია ბატონო ნუგზარ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ენერგოეფექტურობის დირექტივაზე, უკვე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება გარკვეული ვალდებულებებიც, მაგრამ ვალდებულებებს რო თავი დავანებოთ, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მიმართულებით ელექტროენერგიის დაზოგვა და შესაბამისად, როდესაც თქვენ ბრძანეთ, სწორად ბრძანეთ, რომ იგივე ემისიების შემამცირებელი პროექტების განხორციელება, რაც საბოლოო ჯამში ენერგიის დაზოგვის გარდა ჩვენ კიდევ გვაძლევს დაბადებით ბენეფიტს. იგივე სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტების განხორციელების მიზნით, რომელიც განსაზღვრა კიოტოს ოკმა. ამიტომ მე მინდა რამოდენიმე აქტიურობის შესახებ გეთქვათ, რას აკეთებს სამინისტრო აღნიშნული კუთხით, დიახ, რას აკეთებს სამინისტრო. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კონკრეტულად კანონი არ არსებობს და ძალიან დიდი კრიტიკის ხარცესში ვართ, რომ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი არ არის, იგი ეხება როგორც სამშენებლო სექტორს და ასე შემდეგ. საქმე ის გახლავთ, რომ მშენებლობის ნაწილი გახლავთ ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს და ჩვენ გვაქვს რამოდენიმე პროექტი, რომლის საფუძველზედაც ვფიქრობთ, რომ აი ამ პრობლემებს დავწევთ. პირველი მინდა ვისაუბრო, ეს არის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი, დაბალებისებიანი განვითარების სტრატეგია, რომელსაც ახორციელებს USAID-ის დახმარებით ხდება, ეს არის პროგრამა Pinrock International-ი. და აქ არის ბატონო ნუგზარ სამი კომპონენტისგან შედგება ეს პროექტი. პირველი ეს გახლავთ ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა და კონკრეტულად ეს არის მუნიციპალიტეტებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იგივე რეგიონებშიდაც უდიდესი პრობლემაა ამ კუთხით და პროექტი რასაკვირველია იქ თვალისწინებს მუნიციპალიტეტების დახმარებას, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებას და ასე შემდეგ. შესაბამისად აღნიშნული კუთხით, შესაბამისი სტრატეგიის მომზადებას, რომელიც შემდგომში მთავრობას გამოადგება და ეს იქნება ჩვენთვის სამომავლოდ ღონისძიებების გაწერის საშუალება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს რაც არის აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროგრამა მარკალის საშუალებით ხდება სამომავლო ღონისძიების დაგეგმვა 2030 წლისთვის, რაც ნათელ სურათს დაგვიდებს. გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ამ თვის ბოლოს იწყება, ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ინიცირებული, ეს არის ნაციონალური ენერგოეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავება და ბატონო ნუგზარ მე ისევ დაუბრუნდები იმ წინა პერიოდს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ევროკავშირის დირექტივებთან მიახლოება უნდა გავაკეთოთ, პრინციპში ჩვენ უნდა გქონდეს სურათი რა ხდება აღნიშნული კუთხით და რა უნდა დაიგეგმოს სწორედ ამ დირექტივების ანუ ჩვენ უნდა ვფლობდეთ ობიექტური ინფორმაცია. რასაკვირველია უნდა ვფლობდეთ. პრინციპში ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს ტექნიკური დავარება, EBRD-ის ექსპერტების მიერ მოხდა ამის მომზადება და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ჩართული არის ამ პროცესებში, სადაც სწორედ ამ სამი დირექტივების მიერ გამოძახილი ეს მიმართულებები იქნება გაწერილი და სავარაუდოდ ჩვენ 2016 წლის დასაწყისში უკვე გვექნება ნათელი სურათი ნაციონალური სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ამის შემდეგ დაიწყება აქტიურად მუშაობა ყველა იმ ვალდებულებებზე, რომელიც ჩვენ ახლო მომავალში გვაქვს. დაგეგმილი. თქვენ იცით კარგად, რომ ჩვენ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ენერგოეფექტურობის კუთხით და განახლებადებით მე რომლის კომპეტენტური პირიც გახლავართ, შემიძლია გითხრათ, რომ ზუსტად ამ დირექტივების საფუძველზე ხდება მათთან და მოხდება უახლოეს მომავალში ზუსტად განსაზღვრა იმ პერიოდის როდიდან რომელი მუხლის შესრულება შეგვიძლია და საქართველოს გვექნება კონკრეტული საგზაო რუკა. რასაკვირველია გვექნება ეს ყველაფერი. მოდით ცოტა უფრო კიდევ დავაკონკრეტოთ აი ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან თუ ენერგეტიკულ საზოგადოებასთან მიმართებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ევროკავშირისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნებს აქვთ გარკვეული მიზნები. ყველასათვის კარგად ცნობილია ესეთი ასე ვთქვათ პროგრამა 20-20-20, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ენერგოდაზოგვის შესაბამისი ასე ვთქვათ სამიზნე მაჩვენებელი. რამდენადაც მე ვიცი თითოეულ ქვეყანას გააჩნია სამიზნე მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში საქართველოსათვის რა შეიძლება იყოს სამიზნე მაჩვენებელი, ან როდის გვექნება კონკრეტული გეგმა და სამიზნე მაჩვენებელი შეიძლება. მაგალითად ბატონო ნუგზარ დირექტივების მიხედვით პირველი დირექტივა, რომელიც ეხება საბოლოო მომხმარებლებს ენერგოეფექტურობის შესახებ, აქ არის აღებული, რომ უნდა მოხდეს 9%-ით ენერგოეფექტურობის გაზრდა ამ დირექტივის მიხედვით. მაგრამ არის მეორე დირექტივა დაუშვათ, რომელიც ეხება იგივე საყოფაცხოვრო ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას
რომელსაც სხვა მდგომარეობა გვაქვს მაგალითად 2025 წლისთვის შესაძლებელი არის 18% და 2030-ისთვის დაუშვათ 25% და აგრეთვე გვაქვს იგივე სამშენებლო სექტორში მე სამწუხაროდ ამ სამშენებლო სექტორის დირექტივაზე ეფექტურობის არ მაქვს კომპეტენცია და ვერ მივჭერებ, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს პრინციპში მომზადებული აქვს მე როგორც ვიცი ესე იგი ნორმატივები თუ როგორ უნდა მოხდეს მიერთება აღნიშნულ დირექტივასთან და აგრეთვე მინდა დავამატოთ რომ ენერგეტიკის სამინისტრო ჩართული ამ პროცესში აგრეთვე აქვს EBRD-ის პროექტი რომელიც ზუსტად სამშენებლო სექტორისთვის ენერგოეფექტურობის კუთხით აკეთებს გაანგარიშებას თქვენ კარგად იცით რომ ზოგადად ახალი მშენებლობისათვის ეს დიდი თავის ტკივილს არ წარმოადგენს მაგრამ ძველი მშენებლობისთვის ცოტა რთული პროცესია ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება და საბოლოო ჯამში მე მინდა დავამატო რომ ზოგადად იგივე ძველი შენობისთვის თეორიულ მაჩვენებლით ჩვენ შეგვიძლია ეფექტურობის კოეფიციენტი 40%-ზე და ვიმსჯელოთ პრაქტიკაში ეს შეიძლება 30-32% და შემიძლია გითხრათ ბატონო უზერო ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია საბოლოო ჯამში ჩვენ საკმაოდ დიდი ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს რომელიც პირდაპირ კავშირშია ანუ ფაქტურად ჩვენ ახლა გვჭირდება რაღაც საკანონმდებლო საფუძვლები რომელიც მშენებლობისა თუ პროექტირების პროცესშივე ასახავს სწორედ ამ მოთხოვნებს ახალი მშენებლობების რასაკვირველია მაგრამ ჩვენ იმ აზრისგან შორს ვართ რომ პირდაპირ უნდა მოხდეს ევროკავშირის დირექტივების თავიდანვე მთლიანი ვალდებულების გადმოტანა იმიტომ რომ შეიძლება ამან უფრო გაართულოს საქმე უნდა მოხდეს ეტაპობრივად რომელიც არც მომხმარებელს და არც ზოგადად დიდ მომხმარებლებს პრობლემას არ შეექმნა ძალიან საინტერესოა და იმდანაც საინტერესოა რომ მეც გარკვეულად აღმეძრა სურვილი რომ გარკვეულად ვისაუბრო იმ საკითხებზე რომელიც არის უკვე მარეგულებელ კომისიის კომპეტენციაში და მოგეხსენებათ რომ მარეგულებელ კომისიას თავისი საქმიანობით თავისი ნორმატიული აქტებით ხელს უნდა უწყობდეს ენერგოეფექტურობის ამაღლებას განსაკუთრებით ეხება რეგულირებად კომპანიებს ამ კუთხით მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს საქსელო დანაკარგების კუთხით, იმდენად რამდენადაც მახსოვს სადღაც ასე ვთქვათ მიმდინარე საუკუნის გარიჟრაჟზე დანაკარგები იყო კატასტროფულად მაღალი 30-34% ქსელებში, მიმდინარე პროცესისათვის ეს დანაკარგები შემცირებულია 7.3%-მდე. ძალიან კარგი შედეგები არის გადაცემის ლიცენზიატების ქსელებში, კარგი შედეგები გვაქვს განაწილების კომპანიების უმეტესობაში არის ერთი კომპანია რომელსაც ჯერ კიდევ ჭირდება ასე ვთქვათ დახმარება, ასევე მნიშვნელოვანია რეგულატორის გადაწყვეტილება სამხმარებლო სექტორში ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, იმდენად რამდენადაც როცა ტარიფი არ ასახავს რეალურ ხარჯებს და ის ასე ვთქვათ მოხმარებლის ასე ვთქვათ ქცევაზე ვერ ზემოქმედებს და მოხმარებელი მოიხმარს მაქსიმალურად მეტ ენერგორესურსს და მეტ ელექტროენერგიას, შესაბამისად ტარიფიც რომელიც ზუსტად ასახავს ხარჯებს და არ არის თავისთავად დღეს ყველა ამბობს რომ ტარიფი საკმაოდ მაღალია, რა თქმა უნდა ეს არ უწყობს ხელს ასე ვთქვათ ენერგიის ასე ვთქვათ დაუზოგავად მოხმარებას. ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება ასევე ასე ვთქვათ საფეხურებრივ ტარიფებზე, რომელიც ახალისებს ნაკლებ მოხმარებას, თუმცა ეს კომერციული თვალსაზრისით მაინდამაინც სწორი არ არის. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. კიდევ რა შეიძლება რომ ითქვას იმ თვალსაზრისით თუ რა აქვს დაგეგმილი სამინისტროს საომარი. ბატონო ზერ, მე მინდა კიდევ რამოდენიმე პროექტზე ვისაუბრო და აგრეთვე დანიელებთან თანამშრომლობაზე კიდევ მინდა ერთი პროექტი, რომელიც აღნიშნული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მერების შეთანხმების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ენერგოეფექტურობასა და ემისიების შემამცირებელ ღონისძიებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. უკვე ჩვენ 12 ქალაქი უყავს ხელმომწერი, უკვე 13 ბატონო გიორგი, დიდი მადლობა, უკვე 13. აქედან სამოქმედო გეგმა თვითონ პროექტის ფარგლებში უნდა მომზადდეს და სამოქმედო გეგმის მიხედვით ენერგეტიკის ეფექტურობის კომპონენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და პრინციპში ბატონო გზა აქ არის ყურადსაღები ის რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცხადდება სხვადასხვა საგრანტო პროგრამები, სადაც მონაწილეობა აქვს მუნიციპალიტეტებს მიიღოს შესაძლებლობა აქვს მიიღოთ მონაწილეობა, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს აღნიშნული კუთხით და ერთიც მინდა დავამატო დანიელების მიერ შემოთავაზება. ჯერჯერობით ეს პროექტი ხელმოწერი არ არის, მაგრამ შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ რომ აქ არაფერი ისეთი არ ხდება ამ პროექტში. ეს არის საქართველოს დანიის თანამშრომლობის ფარგლებში, ენერგეტიკის დარგში დანიელების თანამშრომლობის კუთხით გამოიკვეთა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების კუთხებით თანამშრომლობა. ჩვენ რამოდენიმეჯერ უკვე გვესტუმრა დანიური მხარე, აქვთ თვითონ თავიანთი ხედვა თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს და დანიელების მიერ სამოქმედო გეგმების მიხედვით მოწონებული იყო
თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტი და მათ გამოთქვეს სურვილი, რომ განხორციელდეს სადემონსტრაციო პროექტები, იმიტომ რომ ეს სადემონსტრაციო პროექტები ბატონო გზარი, იცით თქვენ რომ ზოგადად ცნობიერების ამაღლების კუთხითაც მნიშვნელოვანია და ჩვენ არასამთავრობო სხვათაშორის დანიელებთან ურთიერთობაში ჩვენ ჩართული ვართ, იმიტომ რომ მათ შემოგთავაზეს გარკვეული დახმარება აი მარეგულირებლის კუთხით ენერგოეფექტურობის ამაღლების ასე ვთქვათ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა მე მინდა ახლა ცოტა სხვა კუთხით შევეხოთ ამ საკითხს, ის ღონისძიები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, რა თქმა უნდა მოითხოვს სახსრებს. მოწინავე ქვეყნებში ეს საკითხები წყდება ისეთნაირად, რომ ენერგოეფექტურობისათვის განკუთვნილი სახსრები, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ასე ვთქვათ სხვადასხვა ენერგოეფექტური სამომხმარო სექტორში ენერგოეფექტურობის ღონისძიების გატარებას, ტარიფში არის ასახული გარკვეული საზოგადოების საჭიროების თანხა. თუმცა მეორე მხრივ ენერგოეფექტურობა თავისთავად უნდა იყოს კომერცია და სამომავლოდ მე იმედი მაქვს, რომ იქნება შესაბამისი კომპანიები, რომლებიც ამას გაიხდიან თავისი საქმიანობის ძირითად, ასე ვთქვათ, საშუალებად, იმიტომ რომ როდესაც მოხმარებას ურჩევ, რომ შეამციროს და მისცემ ღონისძიებების ისეთ რეკომენდაციებს, რომელიც მას შეამცირებიებს ენერგოდანახარჯებს, შესაბამისად ეს მისთვის არის, ასე ვთქვათ, გარკვეული სარგებლის მიღების საშუალება და ეს სარგებელი ეს კომერცია. ამასთან დაკავშირებით ხო არაფერს გვეტყოდით? იცით რა, პრინციპში სანამ კანონი იქნებოდეს, კერძო სექტორი თვითონ ხვდება ამას, რომ მისი დანაზოგია და აი ესეთი ღონისძიებები გატარება მას რასაკვირველი აძლევს შედეგს. არის პატარ-პატარა კომპანიები, რომელიც ამას ითვალისწინებს და ამის შედეგი უკვე ნახა და მე ბატონო ლუგზარი ხარ არ შემიძლია ესე დეტალურად თვითონ კერძო სექტორზე სად როგორ განხორციელდა და ამაზე შემდგომ ბლოკში ვისაუბრებთ, ასე რომ არ შეგაწყოთ უბრალოდ პოლიტიკური კონტექსტი მაინტერესებს, აი როგორ ფიქრობს სამინისტრო საფუძვლები შეუქმნას აი ამ ენერგოეფექტურობას. ერთის მხრივ ეს არის საკმაოდ ძვირი ღონისძიებები, თუ ამას საბიუჯეტო სექტორში გავატარებთ, თუმცა შემდგომ ამას მოძლევს შედეგი ენერგიის ხარჯვის დაზოგვის და შესაბამის სარგებლობის საბიუჯეტო სექტორისთვის შესაძლებელია, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია პირველ ეტაპზე ესეთი ტიპის პროექტები განხორციელდეს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ბიუჯეტში თანხების დაზოგვას ახორციელებს, ამიტომ ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურად ფიქრობს, რომ ამ კუთხით იმუშაოს, მიაწოდოს ინფორმაცია და დავიწყოთ ამ ტიპის პროექტების განხორციელება, რომ საბიუჯეტო სექტორში მაქსიმალურად იყოს ენერგოეფექტური ღონისძიებები გათვალისწინებული საბოლოო ჯამში. ახლა რაც შეეხება თვითონ ტარიფში ამ კომპონენტის მე მგონი რომ ცოტა ნაადრევია ბატონო ლუგზერ და ამას დრო გვაჩვენებს და თვითონ აი თუმცა ჩემი აზრით ახლა რა თქმა უნდა მე არ დავიჩემებ რომ ამ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაცია რაიმე ღირებულია, მაგრამ ჩემი აზრით მაინც გარკვეული პოლიტიკური ხედვა უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ხელი შეეწყოს აი ამ ღონისძიებებს, იმიტომ რომ არსებობენ მეცნიერები, არსებობენ არსებობდნენ ალბათ ლაბორატორიები, რომელსაც საშუალება ჰქონდათ, რომ კონკრეტულად შეესწავლათ, აუცილებლად იგივე ენერგოაუდიტი ჩაეტარებინათ. ამას სჭირდება საკმაოდ მაღალი ინსტრუმენტალური აღჭურვილობა. ანუ აი ამ შემთხვევაში პირველი ბიძგის მიმცემი უნდა იყოს ალბათ სამინისტრო თუ ესე ვთქვათ მისაღები ესეთი რამ. რამდენად შესაძლებელია ესეთი რამ თუ ალბათ კანონში გაიწერებეს. რასაკვირველია და აი დროთა განმავლობაში იგივე როდესაც სამოქმედო გეგმაც გვექნება ბატონ ლუგზერ, ამის შემდეგ ალბათ შეიძლება ამაზე ფიქრი. აი გვაჩვენებს რეალურ სურათს ეს პირველი პროექტი, რომელსაც ჩვენ სავარაუდოდ წლის ბოლოს შეიძლება 16-ის დასაწყისში უკვე გქონდეს. ძვირფასო რადიომსმენელო, თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩვენ ძალიან დატვირთულ და განზოგადებულ თემებზე საუბრობთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არის კონკრეტულად სწორედ სარგებლის მომტანი თემები, როგორც გარემომცველი სამყაროსათვის და ბუნებისათვის, ასევე თითოეული თქვენთაგანისათვის, იმედად რამდენადაც ენერგომატარებლები საკმაოდ ძვირი, ასე ვთქვათ, სასიცოცხლო საშუალებებია და მათი დაზოგვა და მათი ეფექტურად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. შევისვენოთ რეკლამაზე და გავაგრძელოთ მესამე ბლოკში ჩვენი საუბარი. მადლობთ. პროფესიონალები კომერსანტზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემით პროფესიონალები. მესამე ბლოკში ჩვენი სტუმარი გახლავთ ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი ბატონი გიორგი აბულაშვილი. მინდა გითხრათ, რომ ალბათ ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეს ცენტრი ძალიან ნაყოფიერ და ძალიან საინტერესო სამუშაოებს აწარმოებს სწორედ ენერგოეფექტურობის კუთხით. ამდენად თქვენთვის საინტერესო იქნება ბატონი გიორგის ასე ვთქვათ მოსაზრებები ენერგოეფექტურობასთან, ენერგოდაზოგვასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მე მინდა გთხოვოთ ბატონ გიორგი ორიოდე სიტყვა გითხრათ ენერგოეფექტურობის ცენტრის შესახებ და მის საქმიანობის შესახებ. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს, მივესალმები იმ ფაქტს,
რომ პროფესიონალები თქვენი კვალიფიკაციის პროფესიონალები მიკროფონთან დაიჯდნენ და დაიწყეს პროფესიული საუბარი, ალბათ ეს რადიო მაესტრო კომერსანტის დამსახურებაა, იმიტომ რომ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ისეთ თემებთან, რომლებიც ასოცირდება საინჟინრო საკითხებთან და ცოტა მაკროეკონომიკურ საკითხებთან, ანუ მულტიდისციპლინარულ თემებთან. თქვენ წინა ბლოკში საუბრობდით საკანონმდებლო საკითხების მნიშვნელობაზე, მე მინდა ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესია ამ თემატიკაზე, როდესაც საუბრობთ ენერგოეფექტურობაზე, საზოგადოებასთან, მომხმარებლებთან სწორი კვალიფიციური ინფორმაციის მიტანის და ეს შეიძლება თანაბარი პოტენციალის მქონედ განისაზღვროს როგორც საკანონმდებლო მარეგულირებულ ბაზასთან ერთად, იმიტომ რომ გათვითცნობიერებული მომხმარებელი, რომელმაც ამან იცის ამა თუ იმ პროდუქციის, ასე ვთქვათ, ღირებულებითი შინაარსი, ადვილად მიიღებს გადაწყვეტილებას ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართებით, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა კანონი, თუმცა კანონმდებლობა ცალსახად აუცილებელი ამ ყველაფრის გასაკეთებლად. ახლა მოკლედ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებულია 99 წელს ევროკომისიის მხარდაჭერით, მაშინდელი საქართველოს სახელმწიფო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად ეს იყო ევროკომისიის მიერ დაგეგმილი პროგრამების სერია, რათა შეექმნათ ენერგეტიკული სააგენტოები, ცენტრები სხვადასხვა ფორმითა და სახით სხვადასხვა აღმოსავლეთ ევროპის ეგრეთ წოდებული სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, რათა ენერგოეფექტურობა როგორც დარგი ყოფილიყო მეტნაკლებად წარმოჩენილი და განვითარებისთვის ბიძგი მიეცათ ამ ქვეყნებში, მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის დროს იყო ძალიან დაბალი ფასები ენერგომატარებლებზე, ფაქტიურად უფასო იყო ხშირ შემთხვევაში ის ეკოლოგიური თემატიკა ყოველ შემთხვევაში ენერგეტიკასთან მიმული არ ყოფილა, არ იყო ის გლობალური გამოწვევები, რასაც უბრალოდ ალბათ ჩვენთვის არ იყო აქტუალური. კი, ჩვენი საზოგადოებისთვის საუბრობ ზუსტად ამას. და აი ამ საკითხების ბიძგის მისაცემად მოკლედ ყველა ქვეყანაში შეიქმნა ანალოგიური სხვადასხვა იურიდიული ფორმით ორგანიზაცია, მათ შორის ჩვენც. მას შემდეგ ვარსებობთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს იყო საერთო გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებით, თუმცა ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ეს იყო სახელმწიფო. დიახ, თუნდაც უკრაინაში მე რამდენად ვიცი სახელმწიფო ორგანიზაციის და კომპეტენციის ფარგლებშია. და მაინტერესებს, რა თქმა უნდა, თქვენს და არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ბევრი კვლევა აქვს ჩატარებული საქართველოს ენერგოეფექტურობის პოტენციალთან დაკავშირებით. აი ამის შესახებ, ამ კვლევების შესახებ თუ შეიძლება 2-3 სიტყვა. პოტენციალის შესახებ, რა რისი დაზოგვა შეგვიძლია და რისი უფრო ეფექტურად გამოყენება შეგვიძლია. ყველა ენერგორესურსის, რომელსაც მოვიხმართ სამწუხაროდ, საკმაოდ ჩამორჩებით ამ მიმართულებით, ყველა ენერგორესურსის დაზოგვა შეგვიძლია, თუმცა ძალიან საინტერესო ფაქტია თქვენ ენერგეტიკის სამინისტროსაც მარეგულირებელსაც კარგად მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ძირითადად თქვენი ინფორმაციაზე დაყრდნობით მაქვს. ჩვენთან ენერგიის მოხმარება ერთსულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება განვითარებულ ქვეყნებში ენერგიის მოხმარებას ერთსულ მოსახლეზე. და ამ ცოტა მოხმარებაშიც კი იმდენად უყაირათოდ ხარჯავთ, ანუ არაეფექტურად, რადგან ენერგოეფექტურობაზე საუბრობ, ჯობია ეს ტერმინი ვიხმაროთ, ხო? რომ ჩვენთან ესეთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინდიკატორი არის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთეული წარმოებული ენერგიაზე, ხო? ენერგეტიკული ინტენსივობა, ენერგოინტენსივობა. 4-ჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებს. ანუ ჩვენ მოვიხმართ, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა ენერგია და ამ ცოტას ენერგიას მოვიხმართ 4-ჯერ უფრო უარესად, ვიდრე განვითარებული. კი. თუმცა ალბათ რაციონალური ცხოვრების წესი და ენერგოეფექტურობა გარკვეული ასპექტით არის თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ასევე კულტურასაც ალბათ თავისთავად, მით უმეტეს, როდესაც საყოფაცხოვრებო თემატიკაზე ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი. როგორც უფრო გავაუმჯობესოთ, გავზარდოთ ენერგიის მიწოდება და მოხმარება, მაგრამ გავაუმჯობესოთ ამ ენერგიის რაციონალური გამოყენება.
ეს იქნება საკუთარ ბინებში კომფორტის შექმნისას თუ ეს იქნება რაღაც სამრეწველო პროცესში ამა თუ იმ პროდუქტის წარმოება. მრავალი ინსტრუმენტი არსებობს, ამდენაც მე ერთი ესეთი ქსევითი სტანდარტების შეცვლა თუნდაც მე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ასე შემდეგ. ყველაფერს ამას რაღაც თავისი ფასი აქვს და ეკვივალენტი აქვს. ყველაზე მარტივი რაც არის, იქიდან უნდა დავიწყოთ ალბათ ესეა, ხო? ცალსახად ასეა და ზუსტად ამიტომ აღვნიშნე, რომ მიკროფონთან პროფესიონალები არის ძალიან მისასალმებელი, იმიტომ რომ პროფესიონალურად მიწოდებული ინფორმაცია ადამიანის მომხმარებელს, რომელიც თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყველა მოიხმარს ღვთისმადლით საქართველოს ენერგიის ამა თუ იმ რესურსს არ აკლავს, ესე ვთქვათ, აბსოლუტურად იზოლირებული ჯგუფი ადამიანებს, რომელსაც ხელი არ მიუწვდება ენერგორესურსებზე, ხო? იმათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილების ყოფა-ცხოვრების წესის შეცვლა ხდება მათთვის სწორი პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებით. სწორი და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება არის ის უნარჩვევითი თვისებების შეცვლის განმაპირობებელი და ზუსტად და ამ თვალსაზრისით ნამდვილად მისასალმებელია დღევანდელი გადაცემა. გარკვეული მნიშვნელობა თქვენ წინა ბლოკში საუბრობდით სამრეწველო სექტორზე. სამრეწველო სექტორს აქვს ძალიან მაგარი გარემო, ეს არის კონკურენცია. კონკურენცია უბიძგებს, მაგალითისთვის პურის მსხობელს თვითღირებულება შეამციროს და გაყიდოს გასაყიდ ფასში მეტი მოგება ნახოს. ამიტომ სამრეწველო სექტორში მაინც და მაინც ესეთი მკვეთრი საკანონმდებლო ჩარევა არ არის სავალდებულო, ჩემი აზრით და პრაქტიკაც ესეთია განსაკუთრებით, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყანაში არის პრაქტიკა, რომ მათ ავალდებულებენ ენერგოაუდიტ ჩაატარონ. ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულების შემდეგ მენეჯერი ნახავს რა დაზოგვის პოტენციალი აქვს მას და გადაწყვეტილებას მიიღებს. შემდეგი საკანონმდებლო ჩარევა აბსოლუტურად, აი რაც შეეხება ყოფა-ცხოვრებაში და რაც შეეხება თქვენ ასევე შეეხეთ საქართველოს მთავრობა როგორც ენერგიის მომხმარებელი. ყველაზე დიდი ენერგომომხმარებელი საქართველოში არის ჩვენი მთავრობა და ყველაზე დიდი ენერგოგადასახადების გადამხდელი არის საქართველოს ბიუჯეტი. აი ამ თემად უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს როგორც ერთი ჩვენს მიერ ჩვენ მთავრობის მიერ რამოდენიმე ხნის უკან დაანონსებული კამრების შემოჭერის პოლიტიკაში ერთ-ერთი რეალურად ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს და არ იყოს ერთჯერადი, ასე ვთქვათ, ხარჯების შემცირების. ასევე იქნება კარგი მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისა და იმ ყოფა-ცხოვრების დონეზე უნარჩვევითი, ასე ვთქვათ, თვისებების შეცვლის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გული წყდება, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ გავშალეთ ფრთები, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ მე გვპირდებით, რომ აუცილებლად კიდევ მოგიწევთ. ამით ჩვენი დრო ამოიწურა. მე გემშვიდობებით, გადაცემა პროფესიონალები ეთერში გავა პარასკევს, მე კი ორი კვირით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.